მოგესალმებით. თავისუფლება სინდისის პატიმრებს და ჯანმრთელობა მინდა უსურვო თქვენი ეთერით ზურა ჯაფარიძეს, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევა შეემთხვა და მე შემოგიერთდები და მალე გამოჯანმრთელება ზურას. გამოჯანმრთელება მე როგორც ვიცი უკეთ არის. რაც შეეხება ამ საქმეს, რომელსაც ძალიან კარგად, სწორად და მოხდენილად დაერქვა ჟესტიკულაციის საქმე, რა თქმა უნდა, სამართლებრივად ის სრულიად აბსურდულია, მაგრამ ის მიზანი, რომელიც ამ საქმის უკან დგას, ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა ნანა კაკაბაძემ, ხო? მან თქვა, რომ მისი მიზანია მოსუფთავდეს ოპოზიციური ველი. ნანა კაკაბაძეს ეს ადრე გაუკეთებია, როგორც მინიმუმ მონაწილეობა მიუღია ოპოზიციური ველის გასუფთავებაში და საერთოდ პოლიტიკური ველის გასუფთავებაში, უпростоრად 90-იანი წლების დასაწყისში, ამისი შესაბამისი კადრებიც არსებობს, ის ამას არც უარყოფს გუშინდელ პროცესზე, რომელიც მართალია დახურული იყო, მაგრამ ჩვენ ვიცით რაც ხდებოდა, ის დარწმუნებული ვარ ინფორმაცია თქვენი გუნდის თანაგუნდელი არის ადვოკატის სტატუსით ასევე ჩართული. ხო, ბადრი ჯაფარიძეც იქ იმყოფებოდა, ანუ მთელი პროცესი ის ლანძღავდა ზვიად გამსახურდიას და ამართლებდა იმ გზას, რომელიც მან აირჩია 90-იანი წლების ნანა კაკაბაძის გზა არ გვაინტერესებს? ამ შემთხვევაში ის არის ერთ-ერთი ნანა კაკაბაძის გზაზე აქედან გამომდინარე საინტერესო. ნანა კაკაბაძის გზაზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ როდესაც ის ამბობს და იყენებს სიტყვა კრიმინალს და თავად გახდათ ამ კრიმინალებთან ძალიან მჭიდრო კავშირში გადახლართული და აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმ ტრაგიკულ და სამარცხვინო პროცესებში, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში დატრიალდა, ახლაც მას სურს, რომ ეს მონაწილეობა მიიღოს და შეიძლება ფორმა არ აქვს ამას ავტომატების სროლის, მაგრამ რეალურად იგივე მსგავსი პროცესი მიდის ბიძინა ივანიშვილის დავალებით და ეს ყველაფერი ფორმალურად არის ნეიტრალური საქართველოს დამფუძნებლების საჩივრის საფუძველზე. ეხლა ვის წარმოუდგენია, ან როგორი მიამიტი და გულუბრყვილო უნდა იყოს ქართული ოცნების ამორჩეველი, რომელიც დაიჯერებს, რომ აი ნანა კაკაბაძემ, ვატო შაქარაშვილმა და სხვებმა დაინიცირეს ასეთი მასშტაბის პროცესი. ხო, არა, პოლიტიკისთვის სარგებლობა კი არა, ეს რამდენად დაიჯერებს ოცნების ამორჩეველი. ეს სარგებლობა კი არ მოაქვს, ეს არის მავნებლობა, რომელსაც ჩადიან ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოებრიობის და ამ ქვეყნის ხვალინდელი დღის როგორ შეიძლება შეეწინააღმდეგოთ ამ პროცესს რაღაც არ ვიცი, გარდა იმისა, რომ გამოტანილი განაჩენების შემდეგ თქვათ საპატიმროში გაამწესონ ლიდერები, სხვა რა გაქვთ ხელთ ამ მართლაც წარმოუდგენელი პროცესის წინააღმდეგ, რომელიც ისედაც არ არსებულ პოლიტიკას ამ ქვეყანაში კიდევ უფრო მძიმე დარტყმას მიაყენებს. მე რამდენად ლიდერების საპატიმროში ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ქართული ოცნება დგამს ამ ქვეყანაში დემოკრატიის დასამარებისათვის, არის გადადგმული ნაბიჯი ქართული ოცნების პოლიტიკური დასამარებისათვის. ისინი ამ ნაბიჯებს როდესაც დგამენ, როდესაც შორდებიან ევროპულ და დასავლურ ცივილიზებულ ღირებულებებს. ეს ღირებულებები საერთოდ თანამედროვე სამყაროში კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დგას. მე გულისხმობ იმ ღირებულებებს, როგორიც არის ადამიანის უფლებები, ადამიანის ღირსება, დემოკრატიული სივრცის, დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა. აი ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვეს და რასაც ადრე შემალულად აკეთებდნენ ოდნავ შენიღბულად, ახლა ამას აკეთებენ ღიად. შესაბამისად, ეს ყველაფერი მათ პოლიტიკურ სამსჯავროზე აუცილებლად დაიდება. მათ შორის ამის ფასად ოპოზიციონერი ლიდერები უნდა წავიდნენ საპატიმროში. ანუ არ მესმის სხვა რა გზა აქვს, შეება, მაგრამ არ ვიცი რამდენად უნდა იყოს ეს კითხვა ჩემს მიმართ მომართული. ეს არის ის უკიდურესი ზომები, რომელსაც მიმართავს ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც მიმართავს პირადად ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა ფასი დაუჯდება ეს ქართულ ოცნებას. დიახ, ჩვენ ასეთ დროს მოგვიწია ცხოვრება ამ ქვეყანაში და როგორიც არის მოცემულობა, როგორიც არის გამოწვევები, იმას ვპასუხობთ და ვუპასუხებთ მაქსიმალურად
ყველა რესურსის გამოყენება არის მაინც განხილვა რომ ჯობია თუ არა ამ დროს გავიდნენ ქვეყნიდან არ მოიქციონ თავი ივანიშვილის სამართლებრივ იურისდიქციაში და რაღაცნაირად ზოგმა შიგნიდან ზოგმა გარედან რაღაცნაირად პროცესს თავარი არის ის რომ პოლიტიკური ბრძოლა არ უნდა შეწყდეს, არ უნდა გაჩერდეს და მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ჩვენს გუნდში ძლიერ საქართველოს ლელოში ამისი პოლიტიკური საბრძოლო განწყობა არის მაქსიმალური, იქნება უკომპრომისო და არავინ აპირებს ამ ბრძოლაში დანებებას. Რა თქმა უნდა, მათი გადადგმული ნაბიჯები ჩვენი მხრიდან sapasukho ნაბიჯებს გამოიღებს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს. Sapasukho. ხო, sapasukho რა შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას და რა არის საერთოდ პოლიტიკური საქმიანობის არსი, ხო? ჩვენ ყველა კონსტიტუციურ ფორმას, ყველა კონსტიტუციურ ზომას ვიყენებთ, იმიტომ რომ მიგვაჩნია ამ ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება, არა მხოლოდ ზოგადად ხელისუფლების ცვლილება, არამედ რეჟიმის ცვლილებაც უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით. ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი პარტიებს რომ აკრძალოს უპირებენ პოლიტიკური ლიდერები რომ იქნებიან, ჩამოკიდებული არის ეს საქმე, რომელზეც ამბობენ პირდაპირ, რომ აი ეს მიზანი გვაქვსო, რომ თქვენ გაგაქროთო, ანუ პოლიტიკური საქმიანობა რომ შეგიზღუდოთო, პოლიტიკური ველიდან რომ გაგაქროთო. ამავდროულად ეხლა ბატონ შაქარაშვილი ამბობდა, რომ იცითო, როდესაც ის გუშინ მოწმის საკითხით იკითხებოდა, რომ არანაირი სამართლებრივი კითხვა ჩემთან არ ჰქონდათო, ჩემს პოლიტიკურ განცხადებებზე მეკითხებოდენო და მთელი ეს საქმე შეკერილი არის პოლიტიკოსების პოლიტიკურ განცხადებებზე და ჟესტებზე, კიდევ უფრო ნაკლებზე, ხო? აი ესეთი პოლიტიკური საქმეა ეს, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ერთი სამსჯავრო, რომელზეც ის განისჯება. ეს არის ქართველი ხალხი. და ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის და ბოლო 2 წლის განმავლობაში უფრო მეტმა ადამიანმა, საზოგადოების გაცილებით უფრო დიდმა ნაწილმა გააცნობიერა, რომ ქართულ ოცნებას ეს ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისაკენ. შესაბამისად, ჩვენი ბრძოლა პოლიტიკური საქმიანობა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, ხალხთან ურთიერთობა, პირისპირ ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფორმა პოლიტიკური საქმიანობის არის, რასაც ახლა მე თქვენთან ერთად ვაკეთებ, ხო, როგორც პოლიტიკოსი, მედიით ვესაუბრები საზოგადოებას. ერთ-ერთი ფორმა არის ჩვენ საგარეო პარტნიორებთან კომუნიკაცია და ქართული საზოგადოების სათქმელის მიტანა. ერთ-ერთი ფორმა არის შვიდობიან აქციებში მონაწილეობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენს მოქალაქეებთან პირისპირ საუბარი მათ შორის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რასაც მეც ვაკეთებ, ჩვენი ლიდერები რეგიონებში, იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც მათ ადამიანებს ყოველდღიურობაში აწუხებთ, ხო? რამდენიმე დღის წინ მე ირაკლი კუპრაძე, ოთო ფარულავა, ლანა გალდავა, ვატო სურგულაძე, ჩვენი ლიდერები სულ დავდივართ ფიქრია ჩიხრაძე რეგიონებში, ვიყავით კიდეც გურიაში, მანამდე სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთში, კახეთში ადამიანებს ვესაუბრებით, ვუხსნით იმას, თუ რომ ის პრობლემები, რაც ყოველდღიურად მათ აწუხებთ, ხო? ეკონომიკური პრობლემები, სოციალური პრობლემები, ახლა სტიქია მოხდა, ხო, კახეთში რამდენიმე დღის წინ. ეს ყველაფერი ცალკე აღებული პრობლემები კი არ არის. ეს არის შედეგი ქართული ოცნების მახინჯი, არაკომპეტენტური, განზრახ, მავნებლური პოლიტიკისა. იმისა, რომ ეს ქვეყანა იზოლაციაში მოაქციეს და დასავლეთს რომ აქციეს ზურგი მარტო რაღაცა ცალკე აღებულ საგარეო კურსზე და სამიტებში მონაწილეობაზე კი არ აისახება. იმაზე აისახება, რომ ამ ქვეყანაში მათ არა აქვთ შესაბამისი ანაზღაურება, არა აქვთ შესაბამისი სამუშაო ადგილები, ამიტომ იცლება ეს ქვეყანა სამუშაო ძალისაგან, ამიტომ იცლება ახალგაზრდებისაგან, შუახნის ადამიანებისაგან. გააჩერეს ყველა პროექტი, ეხლა ჩვენ ქვეყანას, რომელსაც არ გვაქვს არც გაზი, არც ნავთობი, არც მინერალები, რომ ეკონომიკა ამითი გავმართოთ. ორი რაღაცა შეგვიძლია გავაკეთოთ. ერთი, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოვახდინოთ შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნით და პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მაღალ ანაზღაურებაც და მეორე არის გამოვიყენოთ ჩვენი ადგილმდებარეობა, როგორც ევროპის კარიბჭემ, ხო, აღმოსავლეთ ევროპის კარიბჭემ ერთი მხრივ და ორი კონტინენტის შემაკავშირებელმა კვანძმა, სადაც უნდა გადიოდეს შუა დერეფანი და ანაკლიის პორტი, რომელზეც 10 წელია საუბარი მიმდინარეობს და პირველი წლები იყო
გადადგმული ნაბიჯები, როდესაც ანაკლიის კონსორციუმი იყო 80 მილიონი დახარჯეს მაშინ ინვესტორებმა და შემდეგ სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილი არ დადგა გარანტორად, უბრალოდ სახელმწიფო უნდა დამდგარიყო 50 მილიონის გარანტორად იმისთვის, რათა ეს პროცესი გაგრძელებულიყო და 2020 წელს მიეღო პირველი გემები და ტვირთები ანაკლიის პორტს, რასაც უნდა მოჰყოლოდა ქალაქი ანაკლიის აშენება, რასაც უნდა მოჰყოლოდა რკინიგზის ინფრასტრუქტურის და სახმელეთთა ინფრასტრუქტურის აშენება. ეს ყველაფერი გააჩერეს და იმის მერე წელიწადში 3ჯერ საშუალო სტატისტიკურად 17 განცხადება გაკეთდა პრემიერ-მინისტრების და ეკონომიკის მინისტრების, რომ სხვადასხვა მოდელით აპირებენ ანაკლიის პორტის აშენებას. აი ამ ყველაფერზე უნდა ვესაუბროთ ადამიანებს. ეს არის პოლიტიკოსის საქმიანობა, პოლიტიკური ხელოვნებაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანებამდე მიიტანოს სათქმელი და ეს ყველაფერი უნდა გადაითარგმნოს, რა თქმა უნდა, არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილებაში. დააკვირდით იმ დისკუსიას, რომელიც ეთერებში, სოციალურ ქსელშიც არის, იქნებ არ გავაგებინოთ ჯერ ივანიშვილს მივდივართ თუ არა არჩევნებზე და ესე მკაფიოდ წინასწარ ნუ ვიტყვით და ეს თქვათ ასე შემდეგ, მოკეთ არის ამაზე დისკუსია, ასევე მინდა კითხოთ სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც Facebook Live-ების მეშვეობით თქვათ საუბრობს, პარტიები უნდა გაერთიანდნენო, მე რაც უცადე ვერ ხდება და დაიბრუნონ საზოგადოების ნდობა. თქვენ როგორ გაიგეთ ეს მიმართვა? ხო, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, როდესაც საუბრობს არჩევნებისთვის მზადებაზე, მე მას აბსოლუტურად ვეთანხმები იმაზე, რომ პარტიების პირველადი ამოცანა, ფუნდამენტური საქმიანობა და მისი არსი, ხო, შინაარსი არის სწორედ არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნებისთვის მზადება. ეს არის მუდმივი პროცესი. ზურაბიშვილი საუბრობს ბოლო პერიოდში აქტიურად ამაზე. აქტიურად საუბრობს ბოლო პერიოდში და ვეთანხმები ამას. კარგი იქნებოდა, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით გასულ წელს 4 ოქტომბრის არჩევნებამდე, მაშინ ის დაგვთანხმებოდა და არ დაეჭირა ის პოზიცია, რომელიც მან დაიჭირა. მაგრამ არ გვინდა წარსულის გახსენება, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი რეფლექსია გქონდეს წარსულ გადადგმულ ნაბიჯებზე, ჩვენს ყველა, მე მარტო ზურაბიშვილზე კი არ ვიძახი, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი შეცდომები, რათა მომავალში ისინი აღარ დაუშვათ. ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ოღონდ მე ვერ გავიგე, რას ნიშნავს პარტიების გაერთიანება. ეს სიტყვები ერთობა, გაერთიანება უკვე დაიბნა საზოგადოება, ვინ რას გულისხმობს ამ სიტყვების ესე რახარუხში. თუ არჩევნებისთვის გაერთიანებას და ერთ პოლიტიკურ საარჩევნო სუბიექტად შერწყმას გულისხმობს, მე ვფიქრობ, რომ ეს ფუნდამენტურად მცდარი საკითხი არის, იმიტომ რომ დიახ, არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმი, ოღონდ ამ გზაზე უნდა ვიაროთ უდანაკარგოთ. ანუ საზოგადოების მაქსიმალურად ყველა სეგმენტი უნდა ავითვისოთ, რაც არის ჩვენი კოალიციის გზა. ბოდიში დავასრულებ ამ საკითხს და რა ვუყოთ იმ ადამიანებს, ვისაც ერთ სუბიექტად წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია არ უნდა. ისინი არჩევნის გარეშე დავყოთ. ეს არის ძალიან ლაპარაკობდა თუ არა, ალბათ მე არ ვიცი კონკრეტულად მან რა იგულისხმა, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი, უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის, რაც შეეხება იმ დისკუსიას, რატო დავიწყეთ ახლა ამაზე საუბარი, როდესაც შარშან ჩვენ ვამბობთ, რომ სხვა გამოწვევებია და წინასწარ პასუხი არ თქვათო, მაშინ ყველა ის адамიანები, ვინც ახლა საუბრობენ წინასწარ კარტებს ნუ გავშვილთო, ამბობდნენ არა, ეხლა თქვით. კი ბატონო, გიორგი, მადლობა. დაგემშვიდობებით, მადლობა გიორგი სიორიძეს, რომელიც ჩვენ კითხვებს პასუხობდა.